ამბები კვლავ პირდაპირ ეთერშია. სილამაზის ახალი საიდუმლო ქართველ და უკრაინელ ქალბატონებს კიევში კომპანია Avon-მა გააცნო. ახალი პროდუქტის პრეზენტაცია მშვენიერ გარემოში მდინარე დნეპრის სასეირნო გემზე შედგა. ჩვეულებრივი საღამო ნამდვილ დღესასწაულად უკრაინელი და ქართველი ქალბატონებისთვის გარდაქმნეს. დნეპრზე გემით გასეირნება და სილამაზის ახალი საიდუმლოს გაცნობა მათ კომპანია Avon-მა შესთავაზა. პრეზენტაციაზე მოწვეული სპეციალური სტუმრები რამდენიმე ღონისძიებას ადევნებდნენ თვალს და უმეტეს შემთხვევაში მონაწილეობის მიღებაზეც არ ამბობდნენ უარს. ღონისძიება გემზე პირველივე დარბაზიდან იწყება. აქ მოსულ სტუმრებს Avon-ის ახალი პროდუქტის გამოფენა ხდებათ. გამარჯობათ. რა გაქვთ აქ წარმოდგენილი? აქ Avon-ის ახალი საღებავებია. არჩევანი თმის ფერის 25 შეფერილობას გვთავაზობს. მე რომელს მირჩევდით? აი მე ეს ძალიან მომწონს. კლასიკური ყავისფერია. მეც ამას მივანიჭებ უპირატესობას. შეიძლება ავიღო? დიახ, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის. გემის მეორე სართულზე ექსპერიმენტების ჯერი დგება. ვარცხნილობას სტუმრები გემოვნების მიხედვით ირჩევენ. ახალი იმიჯის შერჩევას ჩემთვის Avon-ის მიერ სპეციალურად მოწვეულ სტილს მივანდობ. ნახოთ რა შემოგთავაზებს უკრაინელი მაშა. It's only been a week. The rush of being home and rapid fading. The feeling to recall what I was missing all that time in England. It sent me aimlessly. იმიჯის შეცვლის მომდევნო ეტაპი გვერდზე ოთახში გრძელდება. გამარჯობათ. გამარჯობა, მობრძანდით. დოუვასტო. თქვენს ოთახში რა არის წარმოდგენილი? აქ ქალების პარიკები გვაქვს, არ გინდათ რომელიმე მოისინჯოთ? სიამოვნებით. თქვენ შავი თვალები გაქვთ, ამიტომ მოდით შევუხამოთ და პარიკით შავი ავირჩიოთ. The rush of being home and rapid fading. Failing to recall what I was missing all that time in England. კარგით, შეიძლება სარკეში ვნახო? On foot or by the help of transportation. ხომ არ დავამატოთ რამე? დიახ, რა თქმა უნდა, აქსესუარი კიდევ უფრო გაალამაზებს. ფიქრობ თქვენ სტილშია მოგწონთ? დიახ, ძალიან ლამაზია. რას დაარქმევდით ასეთ იმიჯს? ეს იმიჯი გროტესკის სტილშია. შეიძლება ხშირად არ შეიცვალოთ ვარცხნილობა, მაგრამ ხანდახან თმების შეღებო ან შეჭრო ძალიან საჭიროა. ეს პროცესი ქალს აცოცხლებს და უფრო მიმზიდველს ხდის. დიდი მადლობა. არაფრის. ეხლა კი ღონისძიების ეპიცენტრში წავალთ, სადაც მოდების ჩვენება იწყება. ღონისძიების კულმინაცია უკრაინელი მოდელების მიერ წარმოდგენილი ჩვენება იყო. 10-მა გოგონამ Avon-ის ახალი საღებავებით შეღებილი თმების დემონსტრირება მოწვეული სტუმრების წინაშე მოაწყვეს. Quero dançar, mexer a bunda, deixar levar com essa música. Descendo até o chão, sacudindo o popozão. Os moleques olham e elas choram. Серия красок для волос. საღებავი, რომელსაც სალონის მოვლა ქვია, მაღალი ხარისხით, მკაფიო ფერით და ბზინვარებით გამოირჩევა. ჩემი თმის ფერით სწორედ ამ ახალი საღებავის დამსახურებითაა ასეთი ბუნებრივი და ჯანმრთელი. მე ვფიქრობ, Avon-ის ახალი პროდუქტი ქართველ და უკრაინელ ქალბატონებს ძალიან მოეწონებათ. ღონისძიება ძალიან საინტერესო იყო. ახალი პროდუქტის პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ Avon-ი მომხმარებელს დიდი და ხარისხიანი არჩევანით ათამამებს. ღონისძიებაზე ქართველი სტუმრებისთვის თბილისოც გაჟღერდა.
წელს Avon-ი 125 წლის იუბილეს აღნიშნავს. ახალი პროდუქტის გამოშვებაც სწორედ ამ თარიღს უკავშირდება. კომპანიის დამფუძნებლები მომხმარებლებს მთელი წლის განმავლობაში კიდევ ახალ შეთავაზებებს პირდებიან. თუმცა ახალ პროექტებამდე Advanced Technologies თმის საღებავები თბილისში უნდა გამოჩნდეს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მათი შეძენა ქართულ ქალბატონებს აგვისტოდან შეეძლებათ. ეს პროდუქტი მიმზიდველი იქნება ქართველი ქალბატონებისთვის, იმიტომ რომ არის საკმაოდ ბუნებრივი ფერები, არის ძალიან კარგად ერგება თმას და არის ძალიან მომხიბვლელი. Avon-მა არსებობა 1886 წელს ამერიკაში დაიწყო. საზოგადოებამ თავდაპირველად ის კალიფორნია პარფიუმის სახელით გაიცნო. კომპანიამ ბევრი ჯილდო და აღიარება მალევე მოიპოვა. 125 წლიანი მუშაობის შემდეგ დღეს Avon-ს პარფიუმერული პროდუქტის წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია უკავია. It's only been a week. The rush of being home. 15 ივლისს ბათუმში სილამაზის კონკურს Student Face 2011-ის ფინალი გაიმართება. ამ კონკურსში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მონაწილეობენ. ფინალამდე გოგონები წინა მოსამზადებელ ციებ ცხელებაში არიან. ლიკა ლასარიშვილი 19 წლისაა. ინტერიერის მომავალი დიზაინერი სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. ლიკა Student Face 2011-ის ერთ-ერთი მონაწილეა. მოდელი არ არის, თუმცა ფოტოობიექტივის წინ მაინც წარმატებით პოზირებს. ის და კიდევ 28 გოგო ახლა კონკურსისთვის ფოტოებს Hyundai-ის ცენტრში იღებენ. თითოეული მათგანი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენელია და კონკურსში საკუთარი სასწავლებელი ყველაზე ლამაზი კუთხით უნდა წარმოაჩინონ. არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა ამდაგვარ კონკურსებში და ყველა მეუბნებოდა, რომ აი საადე იქნებ და ან გაიმარჯვო, ან რაღაც წარმატებას მიაღწიო და მეც გადავწყვიტე ერთხელ შემთხვევით Facebook-ის გვერდზე, ნახე ლინკი, სადაც ეწერა ასე და ასე ტარდება ესეთი კონკურსი. ხო და გადავწყვიტე, რომ მიმიღო მონაწილეობა და იმედი მაქვს წარმატებას მივაღწევ. კონკურსი სტუდენტური სახე წელს უკვე მესამე ტარდება. გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და თბილისი მონაწილე გოგონები სულ 5 რეგიონიდან შეარჩიეს. კონკურსამდე მონაწილეები ფოტოობიექტივებთან პოზირებას, სიარულსა და მეტყველებასაც სწავლობენ. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ესეთი სიურპრიზის სახით მოუწყო, შეიძლება ითქვას სტუდენტებს, რადგანაც ისინი ძალიან გაერთობიან, გაიცნობენ ერთმანეთს და ძალიან ესეთი კარგი დატვირთვა აქვს ისინი მთლიანად ამ ღონისძიებას. კასტინგის შედეგად შევარჩიეთ ეს გოგონები, თბილისში გაივლიან, ერთი თვის განმავლობაში სწავლობენ სიარულის გაკვეთილები უტარდებათ მეტყველების გაკვეთილები და მთავარი პრიზი დააწესა Hyundai-ის ცენტრმა. მონაწილეები ახლა კონკურსისთვის საღამოს კაბებს ირგებენ. კონკურსამდე კი დიზაინერი კრისტი კახიძე კაბების ბოლო დეტალებს ასწორებს. მონაწილე გოგონები მაყურებლის წინაშე საღამოს კაბების გარდა კიდევ რამდენიმე განსხვავებული ჩაცმულობით წარსდგებიან. კონკურსი ტარდება ზღვისპირა ქალაქში, ბათუმში. კაბების ტონალობა არის მხიარული, ნათელი, ქსოვილები შერჩეულია ჰაეროვანი. ყველა კაბა, საღამოს კაბა არის გრძელი, მაქსი და ესეთი ნაზი ჰაეროვანი გოგოები წარსდგებიან თქვენს წინაშე. პირველი იქნება საცურაო კოსტიუმში, მეორე კრისტის კაბები გვეცმევა და მესამე პროფესიიდან გამომდინარე თანხმობის. კონკურსის გამარჯვებულ საჩუქრად ავტომობილი Hyundai i10 გადაეცემა. უპრიზოდ არც ხო კონკურსანტები დარჩებიან. საკუთარ ფავორიტებს სპეციალური ჟიური გამოავლენს. არჩევანის გაკეთების საშუალება Facebook-ის მომხმარებელსაც ექნება. სოციალურ ქსელში კონკურსისთვის სპეციალური გვერდი გაიხსნა. მის სტუდენტურ სახე 2011-15 ივლისს ბათუმში გამოავლენენ და ჯილდოების ცერემონია კი პიაცაზე გაიმართება.